თუ იდეალური მეგობრები გყავს, ყველა ისე გექცევა როგორც შენ გინდა, თუ ფინანსები იმდენი გაქვს, რამდენი შენ გინდა, თუ იმდეს მოგზაურობ, რამდენი შენ გინდა და ყველაფერი იდეალურად არის. ეგ შენი სიმშვიდეა თუ აი ამ დამატებითი ნივთების და მატერიალური საშუალებების და მეგობრების. ეს ხო მათი მოტანილი სიმშვიდეა. შენ რა გაგაჩნია შენი რა? შენი შინაგანი სიმშვიდე რა არის? აი ეს ყველაფერი რო ეს დღეს ადგეს და გაქრეს, ხოშფოთი დაგეუფლება მაშინვე. და მე რეალურად მათი ტკბობა შემიძლია კონსტრუქციულად და ჯანსაღად მაშინ, როდესაც ჯერ მე საკუთარ თავთან დარჩენა ვიცი ამ ყველაფრის გარეშე. აღარ პარაზიტობ რა მომხმარებელი აღარ ვარ. და აი აქ იწყება ნამდვილი ცვლილება. ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქარი არის. ეს ყველაფერი კი სამყაროს საჩუქარი არის და ბენეფიტად, საიდ ეფექტად, რავი, ნაყოფად გვაქვს და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ადამიანურ ცხოვრებაში. მაგრამ ეს თუ არის მთავარი მიზეზი ის, რაც შენ გაბედნიერებს და რაც შენ ჰარმონიას გაძლევს, ეს მათი ჰარმონიაა და არა შენი. ჩვენ არ გვინდა ცვლილება, იმიტომ რომ საკუთარ თავთან დარჩენის გვეშინია. არა და ყველაფერი კარგად ვიცით. დაანებე მეგობრებს თავი, მშობლებს, მეუღლეს. მათი ცვლილება შენ არ შეგცვლის. მათი ცვლილება შენ გინდა, იმიტომ რომ თავი არიდო საკუთარ თავთან დარჩენი.